მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მოგეხსენებათ დღეს ჩატარდა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი. იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების შესახებ, როგორც ყოველთვის ტრადიციულად ყოველი მეორე მონეტარული პოლიტიკის შემდგომ ქვეყნდება ახალი პროგნოზები, ჩვენი სცენარები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვა და შესაბამისად ვიკრიბებით, რათა დეტალურად განვიხილოთ თუ რა საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა და უპასუხოთ თქვენს კითხვებს. ტრადიციულად ძალიან მოკლედ შეგახსენებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარ მანდატს, რომელიც ფასების სტაბილურობას წარმოადგენს, დაბალი, ზომიერად დაბალი ინფლაცია არის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველი და სწორედ ფასების სტაბილურობა საქართველოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის პოლიტიკით ხორციელდება და მოგეხსენებათ მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტად რეფინანსირების განაკვეთია, რომლის ცვლილება სხვადასხვა არხებით შესაბამისად გადაეცემა ერთობლივ მოთხოვნას და შემდეგ უკვე ფასებს. ასევე არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და ამჯერადაც მოკლედ შეგახსენებთ ამ წლის დასაწყისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი გადავიდა რისკებზე დაფუძნებულ მიდგომაზე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რომელიც რისკების მინიმიზაციას მოიაზრებს. ეს არის კომუნიკაციის ფორმა, როდესაც ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკი სხვადასხვა რისკების დეტალურ ანალიზს, მათი დაბალანსების მეშვეობით კომუნიკაციის ახალ ფორმას გთავაზობთ და შესაბამისად ამ კომუნიკაციის ამ ახალი ფორმის მეშვეობით უფრო ნათელი და გამჭვირვალეა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები და მონეტარული პოლიტიკის რეაქცია. ჩვენ შემთხვევაში სამ სცენარს გთავაზობთ, ცენტრალური სცენარი, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე ინფორმაციას, ძალიან ფართო სპექტრს ინფორმაციის, დაშვებებს, როგორც ეგზოგენური, ისე ეკონომიკის, შიდა ეკონომიკური ფაქტორების შესახებ, რისკების დეტალურ აღწერას და ეროვნული ბანკის შესაბამის რეაგირებას. ასევე შემოთავაზებულია მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური სცენარები. პირველ შემთხვევაში ეს არის რისკ სცენარის, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალ ინფლაციური რისკების რეალიზებას მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და შესაბამისად უფრო მკაცრი რეაგირების საჭიროება იკვეთება ამ შემთხვევაში და საპირისპიროდ დაბალინფლაციური სცენარი, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით საშუალოდ უფრო დისინფლაციური რისკების რეალიზებას მოიაზრებს და შესაბამისად მოითხოვს შედარებით უფრო რბილ მონეტარულ პასუხს. დავიწყოთ მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვით და ტრადიციულად ეკონომიკური აქტივობით, რომელიც ტენდენციები და დინამიკა შეესაბამება სების ცენტრალურ სცენარს. მოგეხსენებათ იკვეთება გარკვეულწილად მოდერაციის ნიშნები გრძელვადიან ტრენდთან, თუმცა კვლავ მაღალი რჩება
ეკონომიკური აქტივობა სექტემბერში 6.4%-ით გაიზარდა რეალური ეკონომიკა და შესაბამისად სექტემბრის ჩათვლით 9 თვის განმავლობაში საშუალო ზრდამ 7.7% შეადგინა, როგორც უკვე თქვი, იკვეთება გრძელვადიან ტრენდთან დაახლოების ნიშნები და ამ ეტაპზე გამოშვების გეფი 0.4%-ია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მამოძრავებელი კვლავ არის სტრუქტურული ცვლილებები და ეს როგორც მოგეხსენებათ გამოიხატება იმაში, რომ მაღალპროდუქტიული, ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური სექტორებს აქვს მაღალი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა მეორეს მხრივ გამოიკვეთა ასევე ნორმალიზების ნიშნები და ამ ნორმალიზების ნიშნებს ავლენს მშენებლობის და ტრანსპორტირების სექტორები, სადაც გარკვეულწილად ზრდის ტემპი არის შენელებული. ამავდროულად მოთხოვნის შემთხვევაშიც ნორმალიზების ნიშნები გამოიკვეთა, კერძოდ 2025 წლის პირველ ნახევარში მოხმარების დადებითი წვლილი შედარებით შემცირებულია, რაც ერთის მხრივ ნაწილობრივ საბაზო ეფექტსაც უკავშირდება, თუმცა მეორეს მხრივ იმპორტის შედარებით სუსტი ზრდის ტემპი, როგორც მოხმარების ნორმალიზების მაჩვენებელია, ასევე გარკვეულწილად ეკონომიკის დადებითად აისახება. მოთხოვნის ნორმალიზებას ასევე საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპის მის გრძელვადიან ტრენდთან დაახლოება უწყობს ხელს 2025 წლის სექტემბერში მთლიანი საკრედიტო დაკრეტების წლიურ მასდამ 13.3% შეადგინა, აღნიშნული მეტწილად ეროვნული ვალუტით დაკრედიტებას ეხება, თუმცა უცხოური ვალუტის შემთხვევაშიც არის დაფიქსირებული კლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შემცირებაში ასევე ერთჯერად ეფექტებს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, კერძოდ როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში ადგილი ჰქონდა მსხვილი სესხების გადაფარვას, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ზრდის ტემპზე. თუ მიზნობრიობის ჭრილში შევხედავთ გარკვეული ზრდის ტემპის გარკვეული შენელება აღინიშნება ბიზნეს სესხებში, კონკრეტულად მსხვილ ბიზნესებზე, რაც ასევე გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაციაში. ეს გარკვეულწილად უფრო მეტი მასშტაბით ეროვნულ ვალუტის შემთხვევაში არის, თუმცა ასევე უცხოური ვალუტის შემთხვევაშიც გარკვეულწილად ფინანსური პირობების გამკაცრება აქაც აისახა, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მხრიდან ხდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა, რაც უნდა აისახოს ფინანსურ პირობებზე, ჩვენს ფინანსურ ბაზარზე, უცხოური ვალუტის შემთხვევაში, თუმცა გარკვეული გაურკვევლობის გამო ეს ეფექტი ჯერჯერობით არ ჩანს და იგი კვლავ მაღალ დონეზე საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის ბიზნეს სესხებზე კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
ერთობლივი მოთხოვნის საგარეო ფაქტორებს რომ შევხედოთ, საქონლის ვაჭრობის შემთხვევაში ექსპორტი გაზრდილია როგორც ადგილობრივი, ისე მთლიან ჭრილში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარკვეულწილად სამომხმარებლო ექსპორტის წვლილის შემცირება შეინიშნება, რაც ძირითადად უკავშირდება მსუბუქი მანქანების რეექსპორტს, რაც გარკვეულწილად ციკლური ხასიათისაა და ეს მოსალოდნელიც იყო. ზოგადად ჯამში 2025 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მთლიანი ექსპორტი წლიურად 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 7.5%-ით. რომ შევხედოთ სერვისების ექსპორტის დინამიკას, იგი რჩება საგარეო შემოდინებების ძალიან მნიშვნელოვან წყაროდ. 2025 წლის მესამე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 6.6%-ით არის გაზრდილი წლიურად. ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ICT სექტორის წვლილი სერვისების ექსპორტში. მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-მდე არის გაზრდილი მოგეხსენებათ და ეს მისი მაღალი კონტრიბუცია როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ასევე მიმდინარე ანგარიშის შემოდინებებში კვლავ ნარჩუნდება. ასევე პოზიტიური ტენდენციებია ფულადი გზავნილების თვალსაზრისით. მესამე კვარტალში ფულადი გზავნილების წლიურ მასდამ 12%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ როგორც მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების, ისე ფულადი გზავნილების შემთხვევაში გეოგრაფიული თვალსაზრისით მთავარი კონტრიბუტორი არის ევროკავშირი. ფულადი გზავნილების შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ ფულად გზავნილებს. საქონლის იმპორტს რომ შევხედოთ, ამაზე არ ვსაუბრობთ პირველად, ის კვლავ სუსტია. დასაწყისშიც ვახსენე, რომ ეს გარკვეულწილად მოთხოვნის შენელებაზეც მიუთითებს. ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია ის, რომ საქონლის იმპორტი ძირითადად შემცირებულია საინვესტიციო იმპორტის ხარჯზე, ასევე სამომხმარებლო ტიპის იმპორტიც შემცირებულია, ეს ძირითადად ავტომობილების იმპორტის კლებას უკავშირდება, რომელზეც ჩვენ ექსპორტის შემთხვევაშიც ვისაუბრეთ. კერძოდ 2025 წლის მესამე კვარტალში საქონლის იმპორტის ის წილი, რომელიც ადგილობრივად მოიხმარებოდა, წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო საქონლის ჯამური იმპორტის წლიური ზრდის ტემპმა 5.5% შეადგინა. ესე იგი, შეინიშნება როგორც ადგილობრივად მოხმარებული იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ასევე რეექსპორტთან დაკავშირებული იმპორტის წვლილი არის შემცირებული. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, ანუ საქონლის და მომსახურების ექსპორტ-იმპორტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და დეფიციტმა მეორე კვარტალში 3% შეადგინა. როგორც უკვე აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს ICT სექტორს, რომელიც კიდევ ერთხელ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-მდე არის გაზრდილი და ის დადებითად აისახება როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ასევე
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით სუსტი იმპორტისა და მზარდი ექსპორტის დინამიკის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მის ოპტიმალურ 5%-იან დონესთან ახლოს იქნება მიმდინარე წელს. შევეხოთ ასევე შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზების მანიშნებელია ასევე რეალური ხელფასების ზრდის შენელებაც, რაც გარკვეულწილად შრომის ბაზრის სიმჭიდროვის შემცირებით არის გამოწვეული. კერძოდ ვაკანსიების გამოცხადების უმუშევრობის დონესთან შეფარდება არის შემცირებული. მთლიანობაში შემოსავლების ზრდის შენელებისა და ჯერ კიდევ მაღალი პროდუქტიულობის ხარჯზე მესამე კვარტალში პროდუქციის ერთეულზე პერსონალის დანახარჯები შემცირებულია, რაც როგორც მოგეხსენებათ, ინფლაციაზე კლების მიმართულებით მოქმედებს. და გადავიდეთ ინფლაციაზე, რომელზეც როგორც შიდა, ისე საგარეო ეკონომიკური ფაქტორები ახდენენ გავლენას. ბოლო თვეებში ინფლაციის ზრდა ფიქსირდება, რომლის მთავარი მიზეზი მოგეხსენებათ სურსათის ფასებია. კერძოდ ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანმა წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა და ამ 5.2%-ში 3.7% პუნქტი სურსათის ფასების ზრდაზე მოდის. თავის მხრივ სურსათის ფასების ინფლაციის ზრდას როგორც გასული წლის საბაზო ეფექტი განაპირობებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე განვითარებული ტენდენციები. საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული ტიპის სასურსათო პროდუქტების მნიშვნელოვანი დაფიქსირდა, რომელიც ფაქტიურად უკვე გადმოეცა ქართულ ბაზარს. ამის მაგალითია ზეთი, მზესუმზირის ზეთი, თუმცა ამავე დროს ასევე დაფიქსირდა შაქრის ფასის კლება, ესე რომ სასურსათო სასაქონლო ბაზრიდან გარკვეულწილად შერეული სიგნალები გადმოეცემა ქართულ ბაზარს. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ფასების გამორიცხვით და სხვადასხვა ხისტი ფასების ამსახველი საზომებით გაზომილი ინფლაცია სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაც ნარჩუნდება, მაგალითად საბაზო ინფლაცია 2.4%-ია. ასევე შემდგომ სლაიდზე იქნება 2.5%-ია მომსახურების ინფლაცია. თუმცა კიდევ ერთმა ფაქტორმა, ადგილობრივ ბაზარზე განვითარებულმა ფაქტორმა, კერძოდ მაგალითად პურის გაძვირებამ გაზარდა ადგილობრივი ინფლაცია, ასევე მომსახურების თვალსაზრისით იყო ზრდა მომსახურების ზოგიერთ ტიპზე ჯანდაცვის სექტორში, კერძოდ სწორედ აქედან გამომდინარე გარკვეული ზრდა შეინიშნება ხისტი ფასების ინფლაციაში, თუმცა პურის გამორიცხვით ხისტი ფასების ინფლაციაც მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. რომ შევაჯამოთ ადგილობრივი ინფლაციის დინამიკა პურის ფასების გამორიცხვით, მომსახურების ფასები, ხისტი ფასების დინამიკა ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სურსათის ფასების მოქნილი ფასების გაზრდილ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნებამ გარკვეულწილად ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკი შეიძლება წარმოქმნას და სწორედ ამ მნიშვნელოვანი
ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა დღევანდელი გადაწყვეტილების მიღება და ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. რომ შევეხოთ ფინანსური ბაზრის მოლოდინებს, რომელიც მოგეხსენებათ ჩვენი რისკის მართვის მიდგომის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკური ზრდის შესახებ მოლოდინები 2025-26 წლებში უცვლელია. მეორეს მხრივ 2025 წლის საშუალო ინფლაცია მცირედით ზრდის მიმართულებით გადაიხედა, კერძოდ 0.1% პუნქტით გაიზარდა 3.9%-მდე. 2026 წლისთვის ინფლაციის პროგნოზი ფინანსური ბაზრის მონაწილეების მიერ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით უცვლელია და 3.3%-ია. აქ შეგვიძლია ერთი დაშვება გავაკეთოთ, რომ მოგვიერებით ნახავთ, ჩვენ უფრო მაღალი პროგნოზი გვაქვს, თუმცა შესაძლოა ფინანსური ბაზრის მონაწილეებს არ ქონდეთ გათვალისწინებული პურის გაძვირების ეფექტი. რომ გადავიდეთ უკვე სცენარების განხილვაზე, შესაბამის დაშვებებზე, რისკებზე და უკვე ჩვენს თითოეული სცენარის მიხედვით განვითარებულ მონეტარულ პოლიტიკაზე, პირველ რიგში ცენტრალური სცენარის დაშვებები განვიხილოთ. დაშვებები სამ ძირითად პუნქტად შეიძლება გავაერთიანოთ. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ადგილობრივი ეკონომიკის დინამიკა, კერძოდ როგორც უკვე აღვნიშნე, ინფლაციაში, ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებში სურსათის ფასების და ასევე გლობალურ ეკონომიკაში გლობალური ეკონომიკის თვალსაზრისით მიმდინარე მოვლენები, სადაც გაურკვევლობა კვლავ მაღალია, ფრაგმენტაცია და რეგიონული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება, ამასთან ასევე საყურადღებოა ფისკალური რისკები განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სატარიფო პოლიტიკიდან მომდინარე ეფექტები, რომელიც საქართველოს შემთხვევაში მცირეა და ცენტრალურ სცენარში ძირითადად მოიაზრებს მის არაპირდაპირ ეფექტებს, კერძოდ შენელებული გლობალური ეკონომიკური აქტივობიდან და გაზრდილი გაურკვევლობის და მომდინარე ეფექტებს. სცენარი ასევე მოიაზრებს, ცენტრალური სცენარი ასევე მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთში გაუმჯობესებული ვითარების შენარჩუნებას და შენარჩუნებას. ასევე მესამე გარკვეულწილად ბლოკი დაშვებების ეფუძნება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებს. ეს არის სურსათის მიმართულებით და ასევე ჩვენი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს ნავთობის ფასებს. ამერიკის ენერგოინფორმაციის ადმინისტრაციის ოქტომბრის პროგნოზის მიხედვით ჭარბი მოპოვების და მარაგების გაზრდილი მარაგების ფონზე მოსალოდნელია, რომ 2020 ამერიკის ენერგოინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული პროგნოზის შესაბამისად $52-მდე შეიძლება შემცირდეს ნავთობის ფასები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა ძალიან მაღალია, მიუხედავად ესეთი პოზიტიური პროგნოზებისა, ჩვენი რისკების მინიმიზაციის პირობებში ცენტრალური სცენარი მოიაზრებს საერთაშორისო ფასების ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის საკმაოდ კონსერვატიულ დაშვებას. რაც შეეხება სურსათის ფასებს, ჩვენთვის რელევანტური, ჩვენი კალათისთვის რელევანტური
პროდუქტების შემთხვევაში დაშვება გაკეთებულია, რომ ფასები იგივე დონეზე შენარჩუნდება, არ იქნება მნიშვნელოვანი ვოლატილობა ფასებში, როგორც ვთქვი, ისე შემცირების მიმართულებით ცენტრალური სცენარის შემთხვევაში. ამ დაშვებების და შესაძლო ცენტრალური სცენარისთვის განვითარებული შესაძლო დინამიკის თვალსაზრისით ეკონომიკური ზრდა ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით უცვლელია წინა პროგნოზის შესაბამისი 2025 წელს 7.4% და 2026 წელს 5%. მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკის კვლავ არის ამჟამად ეს დინამიკა მაღალპროდუქტიული და მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორები, თუმცა როგორც აღინიშნა, გარკვეული მოდერაცია შეინიშნება მშენებლობის სექტორსა და მთლიანი კაპიტალის ფორმირებაში და ეს გრძელვადიან დონესთან ნორმალიზების ნიშნების მანიშნებელია ჩვენთვის. ცენტრალური სცენარი მიმდინარე ძლიერი საგარეო შემოდინებების ფონზე ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნის მნიშვნელოვან წილს მოიაზრებს. ეს კი მოლოდინების შესაბამისად ფუნდამენტური ფაქტორების ნელი მოდერაციის და პირველი 9 თვის უკვე რეალიზებული ეკონომიკური ზრდის ინერციით, როგორც აღნიშნე, ამ წლის ბოლომდე 7.4% რეალურ ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს, ხოლო 26 წლისთვის 5%-ს. ეს გარკვეულწილად თანხვედრაშია ჩვენს პროგნოზებთან ფინანსური ბაზრის მონაწილეების პროგნოზები, საშუალო პროგნოზი ეკონომიკურ ზრდაზე ფინანსური ბაზრებიდან არის 7.4% 2025 წელს, ხოლო 2026 წელს 5.4%. რაც შეეხება ინფლაციას, როგორც აღნიშნე, დასაწყისში მიმოხილვის დროს მის დინამიკაში მაღალი წვლილი სასაქონლო პროდუქტებში აქვთ, კერძოდ საგულისხმოა სურსათის ინფლაციური გავლენა და საწვავის პირიქით დისინფლაციური ეფექტი, სწორედ მათი მაღალი წვლილისა და ფასების გარშემო არსებული როგორც გეოპოლიტიკური, ისე ადგილობრივი გაურკვევლობის ფონზე ცენტრალური სცენარი მეტწილად სწორედ მათ გარშემო პირველი და მეორე რაუნდის ეფექტების შესახებ დაშვებებს ეფუძნება. მიმდინარე ცენტრალური პროგნოზი, როგორც აღნიშნე, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსის უცვლელობას მოიაზრებს, თავის მხრივ ესეც როგორც ითქვა, ნავთობის ბაზარზე არსებული პოზიტიური პროგნოზებისა მიუხედავად ცენტრალური სცენარი ნავთობის ფასების მხრიდან შეზღუდულ დისინფლაციურ წნეხს ითვალისწინებს, რაც არა ყველაზე ალბათური, არამედ რისკების მინიმიზაციას ეფუძნება. გარდა ამისა, ცენტრალური სცენარის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე უკვე წლის ბოლოსთვის პიკური მაჩვენებლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს შემდგომ პერიოდში. ასევე ფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი მცირეა ცენტრალურ სცენარში, ჯერ კიდევ მაღალი პროდუქტიულობის ფონზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი სუსტია, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების კვალ და კვალ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც ინფლაციურ წნეხს საგარეო ფაქტორებიდან მნიშვნელოვნად არბილებს. შესაბამისად, ინფლაციური ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე ინფლაციის ინერციითა და ეგზოგენური ფაქტორების გათვალისწინებით, ინფლაცია
2025 წლის განმავლობაში დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და როგორც ვთქვი, პიკს მიაღწევს ძალიან წელსვე, ძალიან მალე. 2025 წელს კი ინფლაცია 25 წელს შესაბამისად 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო უკვე შემდგომ ინფლაციური ეფექტების ეტაპობრივი მილევის ფონზე წინა წლის საბაზო ეფექტისა და ზემოთხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით 26 წელს 3.5%-მდე შემცირდება და უკვე წლის ბოლოს მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. ფინანსური ბაზრის მონაწილეების პროგნოზს რაც შეეხება, როგორც უკვე ამაზე ვისაუბრე, მათ მიერაც გადაიხედა მოკლევადიანი პროგნოზი, კერძოდ 0.1%-ული პუნქტით 3.9%-მდე 2025 წელს, ხოლო 2026 წელს ინფლაციის პროგნოზი 3.3%-ს შეადგენს პროგნოზი, რომელიც მოგვაწოდა ფინანსურმა ბაზარმა. შესაბამისად, ცენტრალური სცენარის მიხედვით მოკლევადიან პერიოდში არსებული როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ინფლაციური რისკების გათვალისწინებით განაკვეთის ნორმალიზება მცირედით შეყომდება და მხოლოდ ინფლაციური რისკების საკმარისად მილევის შემდგომ გაგრძელდება. ეს ფინანსური ბაზრების მოლოდინებთან შედარებით პოლიტიკის დაგვიანებულ ნორმალიზაციას გულისხმობს ეროვნული ბანკის შემთხვევაში. ჩვენთან შედარებით ადრე მოიაზრებს ფინანსური ბაზარი ნორმალიზაციის გაგრძელებას. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ტრადიციულად უკვე ვაქვეყნებთ ასევე მაღალ ინფლაციურ და დაბალ ინფლაციურ სცენარებს. ორივე შემთხვევაში ორივე სცენარი არის თანაბრად რელევანტური ცენტრალურ სცენართან მიმართებაში და მოიაზრებს მაღალ ინფლაციური სცენარის შემთხვევაში რისკების იმგვარ რეალიზაციას, რომ უფრო ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალ ინფლაციური გარემო ყალიბდება და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი ტრაექტორით ხასიათდება და პირიქით დაბალ ინფლაციური სცენარის შემთხვევაში იდენტიფიცირებული რისკების იმგვარი რეალიზაცია ხდება, რომ ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო ძის ინფლაციური გარემო ყალიბდება, დაბალ ინფლაციური გარემო ყალიბდება და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უფრო დაბალი ტრაექტორით ხასიათდება. რომ დავუბრუნდეთ მაღალ ინფლაციურ სცენარს, მაღალ ინფლაციური სცენარის შესაბამისად სურსათის გაზრდილი ფასები უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება, რაც რა თქმა უნდა მეორე რიგის ეფექტების რისკს ზრდის და საფრთხეს უქმნის მოკლევადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მათ სტაბილურობას. გარდა ამისა, აღნიშნული სცენარი მოიაზრებს ასევე გლობალურ რისკებს, კერძოდ ჩინეთის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების ფონზე და საგარეო მოთხოვნის შენელებას, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის კვლავ გამწვავებას და ფისკალური დისბალანსის გაღრმავებას განვითარებულ ქვეყნებში, რაც ასევე ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალ ესკალაციას და საქართველოში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საქართველოში საგარეო შემოდინებების შემცირებაში აისახება. რაც შეეხება დაბალ ინფლაციურ სცენარს, აქ მოაზრებულია, რომ მაღალ პროდუქტიულ სექტორებში ზრდის ტემპი შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდება. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის დაბალი ფასები და ფასებს სრული ასახვა ექნება ცენტრალური სცენარისგან განსხვავებით ადგილობრივ ბაზარზე.
გაგრძელდება დოლარის სუსტი პოზიცია, რაც გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ჩვენს გაცვლით კურსზე და ასევე შრომის ბაზისიდან მომდინარე დისინფლაციური დინამიკა უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება. შესაბამისად, მაღალ ინფლაციურ სცენარში თავისთავად ინფლაციური წნეხი ცენტრალურ სცენართან უფრო ძლიერი იქნება, ერთი წყვილ სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე წნეხის გამო და გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, მეორე წყვილ შუშათის გასვლილი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნების შედეგად მეორე რიგის ეფექტები განაპირობებს ამ მაღალ ინფლაციურ გარემოს და 2026 წელს გლობალური ეკონომიკური აქტივობის და საგარეო მოთხოვნის გაუარესების და მეორე მხრივ ადგილობრივად მაღალ პროდუქტიული სექტორების სწრაფი ზრდის მოდერაციის და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ შემცირდება ეკონომიკურის და შენელდება ეკონომიკურის და 2025 წელს 7.3%-მდე, ხოლო 2026 წელს 4%-მდე. გაზრდილი რისკის პრემიის და გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე მზარდი სასაქონლო ფასებისა და ადგილობრივი ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შედეგად იზრდება ინფლაცია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული. შედეგად მთლიანი ინფლაცია 2025-26 წლებში საშუალოდ იქნება შესაბამისად 4% და 4.5%. რადგან ამ სცენარში ინფლაციური წნეხი ძლიერია, მონეტარული პოლიტიკის რეაგირება ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მკაცრი იქნება მთელი ჰორიზონტის მანძილზე. ამასთან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი განვითარებული ქვეყნების გარკვეულ ნაწილში ფისკალური რისკების გამწვავება აისახება ნეიტრალურ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც გადმოეცემა ასევე საქართველოს და შედეგად ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-მდე იზრდება. შესაბამისად უკვე 7.5%-მდე ნეიტრალურ დონემდე მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია მხოლოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. მხოლოდ ინფლაციური გარემოს დასტაბილურების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის რეაგირებისა, ანუ გამკაცრებისა, ამ სცენარში ინფლაცია საკმაოდ ხანგრძლივად რჩება მაღალ დონეზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამგვარი სცენარის განვითარების გავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯია ეკონომიკისთვის. რაც შეეხება დაბალ ინფლაციურ სცენარს, აქ მაღალ პროდუქტიული სექტორების მაღალი ზრდის ტემპის ტენდენცია გრძელდება, როგორც მოგახსენეთ, გლობალური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის სწრაფი ნორმალიზება დისინფლაციურ წნეხს განაპირობებს, პროდუქტიულობის მაღალი ზრდისა და გაზრდილი საგარეო შემოდინებების ფონზე ეკონომიკური აქტივობა ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი იქნება 2025 წელს 7.5%, ხოლო 2026 წელს 6%. როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივად დაბალი სასაქონლო ფასები, გაუმჯობესებული საგარეო შემოდინებები და პროდუქტიულობის მაღალი ზრდის შედეგად შრომის ბაზრიდან მომდინარე დისინფლაციური ტენდენციები ინფლაციურ წნეხს ამცირებს, შესაბამისად ინფლაციის მაჩვენებლები გაცილებით დაბალია 2025 წელს 3.9, ხოლო 2026 წელს 2.7%. შესაბამისად განსხვავებულია მონეტარული პოლიტიკის რეაგირება, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციური წნეხი სუსტია, შეგბილებულია ამ შემთხვევაში ცენტრალურ სცენართან შედარებით მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფი ნორმალიზაცია ხდება შესაძლებელი.
ეს იყო ჩვენი სცენარების შეჯამება, მიმოხილვა მიმდინარე ტენდენციების. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი კომიტეტი უკვე 2025 წლის 17 დეკემბერს გაიმართება და იქ მიმდინარე ტენდენციების შესაბამისად და რისკების რეალიზაციის გათვალისწინებით მოხდება უკვე ახალი გადაწყვეტილების მიღება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.